ესაც არ დარღვეულა სიტყვიერ და ფიზიკური შეურაცხყოფის თანხლებით. საქმე ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებას ეხება, სადაც რამდენიმე კომპანია მაღალსართულიანი კომპლექსის აშენებას გეგმავს. პროექტს ეწინააღმდეგებიან მოქალაქეები. სხდომაზე ერთმანეთს სწორედ ერთ-ერთი მობინადრე და კომპანია არქი ჯგუფის წარმომადგენელი დაუპირისპირდნენ. ვასილ დაბრუნდაშვილი გაეცნო თამარაშვილის 13-ში დაგეგმილ პროექტს და საკრებულოს გადაწყვეტილებასაც. ეს არის თამარაშვილის 13 ნომერი, სადაც გავრცელებული ინფორმაციით რამდენიმე ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება. საუბარია 19-დან 35 სართულამდე საცხოვრებელ კორპუსებზე. მედია მშენებლობის დაწყებამდე მერია, სამშენებლო კომპანიები და სპეციალისტები შეჯერდებიან რა რისკების შემცველია დედაქალაქის ცენტრში მსგავსი ტიპის მშენებლობა. ხმაური და დაპირისპირება საკრებულოში ვაკეს საბურთალოს გზაზე დაგეგმილ მშენებლობას მოყვა. ურბანული კომისიის სხდომაზე ერთმანეთს არქი ჯგუფის დირექტორი და თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები დაუპირისპირდნენ. ნოდარ ჩხოლარია ამბობს, რომ მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობით ლანდშაფტი განადგურდება და სატრანსპორტო გადაადგილება გართულდება. ჩვენ ვითხოვთ როდესაც სართულიანი კორპუსი აშენდება, არ შეიძლება ვინმე მან მერია მასაკრებულომ დაუმტკიცოს სამჯერ მეტი შენობის სიმაღლეში გაშვება. ჩვენ ვითხოვდით, რომ ხეები არ უნდა მოჭრილიყო. მოიჭრა 12 ხე, დამნაშავე დღემდე არავინ არ არის. მოიჭრა ადრე ერთ დღეში 25 ხე, დამნაშავე დღემდე არ არის. მოიჭრა ხეები გადმოირგა, დღემდე გამხმარია, არავინ დამნაშავე. აი ესე არის ერთი წელიწადი. პროვოკატორებს აგამონოს მე საზოგადოებას ბოდიში ვხდი თუ ზედმეტი მომივიდა. მოგვიანებით ჩხუბში მონაწილე ბიზნესმენმა ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ თამარაშვილზე არა 35, არამედ 27 სართულიან კორპუსებს ააშენებს. ისე რომ არც ბუნება განადგურდება და არც სატრანსპორტო გადაადგილება შეექმნება საფრთხე. ეს გამოწვეულია იმით, ანუ სიმაღლეში ასვლა, რომ ეს არის საკმაოდ გამწვანებული ტერიტორია, დეველოპერების მიზანი, ჩვენი მიზანი არის, რომ რაც შეიძლება დიდი სიმწვანე დარჩეს და სიმაღლეში წასვლით ხდება მინიმალური მიწის ნაკვეთის დატვირთვა, ანუ რაც შეიძლება ბევრი მწვანე საფარის დატოვება და დაახლოებით მთელი ტერიტორიის 62% რჩება გამწვანებულად. ჯერ უცნობია მიიღებს თუ არა სამშენებლო კომპანია ურბანული დაგეგმარების კომისიისგან ნებართვას. მანამდე კი პროექტის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ მასშტაბური გეგმა საბურთალოს საბოლოო განაჩენს გამოუტანს. ის ხარჯი ხდება ვაკის და საბურთალოს განადგურება, სკვერების, პარკების, მწვანე ტერიტორიების, მოედნების და ასე შემდეგ და საბავშვო ბაღების. ჩვენ ახლა ხელს ვაწერთ მე ამჯერა რომ მოვაწერ საბურთალოს სატრანსპორტო განაჩენს. ისედაც კატასტროფაა პავლოვზე, ანტონოვსკაიას ქუჩას მინდა სერვიტუტი დაადეთ და მინდა შეულოცეთ. 2 საათიან სხდომაზე ჩხუბისა და დაპირისპირების შემდეგ გადაწყდა, რომ პროექტი უნდა დაიხვეწოს. 70 მილიონიანი ინვესტიციის განსახორციელებლად კომპანიას რამდენიმე კვირაში ახალი გეგმის წარმოდგენა მოუწევს. რატომ იწევს შარლი ებდოს სატირა ისევ აზრთა სხვადასხვაობას ამას რეკლამის შემდეგ ამბობს. საფეხბურთო კლუბები ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. წადი ძალიან ხო გაიახსნებული გვაქვს აკელებს. ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებამდე 2 კვირა რჩება. შემოდგომის სეზონის გასართობ გადაცემებს წარმოგიდგენ ჯეოსელი. შეიძინეთ Huawei smartphone და მიიღეთ საჩუქრად მობილური დამტენიან Bluetooth დინამიკი. სეზონის სპონსორია რიკო კრედიტი. იპოთეკური სესხები 1.9%, ლომბარდი 1.9%. რიკო კრედიტი. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. აბარა. სამიჯი. 4G. ისარგებლე 10-ჯერ უფრო სწრაფი ინტერნეტით ბილაინისგან. შეიძინე 4G სმარტფონები თვეში 19 ლარიდან და მიიღე ულიმიტო ზარები ბილაინის ქსელში. ულიმიტო SMS-ი, 1 გიგაბაიტი უსწრაფესი 4G ინტერნეტი და ულიმიტო WhatsApp-ი ყოველ თვე 1 წლის განმავლობაში. ბილაინი ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასი. არიელის ფხვნილი სითხედ გადაიქცა. ის აშორებს ლაქებს როგორც ფხვნილი და უფრთხილდება ტანსაცმელს როგორც სითხე. ახალი არიელი თხევადი ფხვნილი. ფხვნილი და სითხე ერთში.
ერთკვირიანი ფასდაკლების აქცია Carrefour-ში. ზეთი 2 ლარი და 95 თეთრი. მაიონეზი ლარი და 20 თეთრი. შამპუნი 3 ლარი და 95 თეთრი. სოსისი 9 ლარი და 90 თეთრი. Carrefour-ი 3 წლისა. გააკეთე მეტი, ვიდრე გსურს. მრავალრეჟიმიანი ნოუთბუქი Lenovo Yoga 3 Pro. ყურადღება, მოისმინეთ სექტემბრისთვის ექსპრეს შეთავაზება. 30 სექტემბრის ჩათვლით გახსენით ექსპრეს ანაბარი ლარში და დამატებით მიიღეთ +1% სარგებელი. ექსპრეს ბანკი. მარტივია. სამსახური, საყიდლები, ბავშვის მოვლა, უძლებს კი თქვენი ფეხები ასე დატვირთვას. ლიოდანი ეფექტურად ამცირებს ფეხების შეშუპებასა და დისკომფორტს, სწრაფად განიჭერთ სიგრილისა და სიმსუბუქის შეგრძნებას. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. დირსიში აქცია გრძელდება. შეიძინე გარემონტებული ბინა დირსის კურსით. $1 უდრის 1.8 ლარს. ყოველთვიური შენატანი $400-დან. დირსი მოლოდინზე მეტი 274-04-04. რაც არ უნდა გაიზარდოს თქვენი პატარა, თქვენი სიყვარული და ღამის მშრალი ძილი პამპერსში ეხმარება მათ, რომ მოემზადონ მომავლისთვის. პამპერსი შეიცავს სუპერ შემწურ მიკრომარგალიტებს, რომლებიც სისვალეს სწრაფად ბლოკავენ. 12 საათის განმავლობაში აჩუქეთ თქვენს პატარას ნათელი ხვალინდელი დღე. პამპერსი გისურვებთ სიყვარულს, ძილს და თამაშს. ჩვენი შენი ტალანტი კრიტიკულ დღეებშიც Always Ultra იცავს გაჟონვისგან ორჯერ უკეთ და ხარჯეგონივრულად ჩვენი შენი ტალანტი ჩვენი შენი იცავს წამებში იცავს საათების განმავლობაში დაცვა სისუფთავე Always-ი თქვენ იცით რომ Vivo's-ის სესხი ყველაზე ხელსაყრელია. შენც აირჩიე Vivo's-ში და მიიღე 0% და არავითარი საკომისიო პირველ სესხზე. განმეორებით სესხზე კი ყველაზე დაბალი პროცენტი. Vivo's-ში ყველაზე სწრაფი ონლაინ სესხი. არსებობს უამრავი მიზეზი, თუ რატომ უნდა გქონდეთ Bosch-ის მტვერსასრუტი. შეიძინეთ საუკეთესო ხარისხის მტვერსასრუტები საუკეთესო ფასად. მხოლოდ Elite Electronics-ში. ჩაერთეთ მაგთისაჩი უფასოდ და პირველ თვეს მიიღეთ სრული პაკეტი მხოლოდ 25 ლარად. 2 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით ჩაერთეთ Carrefour-ის ექსკლუზიურ გათამაშებაში. კონკრეტული რაოდენობის დანახარჯზე მიიღეთ გათამაშების 1, ხოლო ვიზა ბარათით გადახდის შემთხვევაში გაიორმაგეთ მოგების შანსი. თამაშდება 10,000-ზე მეტი ფულადი ვაუჩერი. 1 წლიანი უფასო საკიდლები Carrefour-ში და 4 ავტომობილი. არ გაუშვათ შანსი. Carrefour-ი 3 წელი საქართველოში. ნეტკრედიტი არის კომპანია, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობს. გუშინდელი ფუნთუშები დღევანდელ ფასად ის სამჯერ უფროსია შენზე და შენ არ ხარ მისთვის ერთადერთი. თუ ვინმეს ასესხე ფული, მნიშვნელოვანია რომ მას განუმარტო ყველაფერი. აი ეს არის თქვენი მეორე საფულე. გამოიყენეთ იგი გონივრულად. ნეტკრედიტი გთავაზობთ ლოიალობის პროგრამას, რომელიც გაძლევთ საშუალებას მიიღოთ 5%-იანი ფასდაკლება ყოველ მომდევნო სესხზე. მაქსიმალური ფასდაკლება 30%-მდე. ნეტკრედიტი. წყალი მომწყურდა. რაღაც ხმა მომისმა ესოდან. ტელევიზორი გამორთე. Prostamol Uno. აწესრიგებს პროსტატის გადიდებით გამოწვეულ შარდვის პრობლემებს. Prostamol Uno. აღარ გჭირდება თავის მართლება. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ექსპრეს ბანკი. ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში სესხის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია. საღამოს გასართობი გადაცემების წარმდგენია მაგთი. შეხვდი ახალ სასწავლო წელს ახალი სმარტფონით და ახლა უკვე გაორმაგებული ინტერნეტით საჩუქრად. ეს არის ქრონიკა 8-ზე. პრემიერ-მინისტრი დღეს გურიას სტუმრობდა, სადაც ალეგრობის სახალხო დღესასწაული აღნიშნეს. საუკუნე ნახევრიანი ისტორიის მქონე ღონისძიებას გურულები ყოველ წელს მართავენ. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ოზურგეთის მერთან ერთად საპატიო მოქალაქეები დაასახელა, კულტურულ ღონისძიებებსაც დაესწრო
და ჩაის გადამამუშავებელი საწარმოც გახსნა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ობიექტი უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი. იქ 80-მდე ადამიანი დასაქმდება. საწარმოს გახსნისას მთავრობის მეთაურმა ქართული ჩაის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. ჩემი დავალებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე მუშაობს დიდი ხანია ჩაის წარმოების განვითარების პროგრამაზე, რომელიც უახლოეს რამდენიმე კვირაში დამტკიცდება მთავრობის თომაზე და ეს გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტი ყველასთვის და ჩვენ ვაპირებთ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ჩაის განვითარებას, მეჩაიეობის აღდგენას, ამ კულტურის სახალისებას საქართველოში და ჩვენი ვარაუდით ეს გამოიწვევს პლანტაციების აღდგენას და ზოგადად ამ წარმოების განვითარებას. ოზურგეთიდან პრემიერ-მინისტრი შემოქმედში ჩავიდა, მანის ადგილი დაათვალიერა, რომელიც გასულ წელს სტიქიამ დააზიანა. აქ ნაპირსამაგრის სამუშაოები თითქმის დასრულებულია, მიმდებარე ტერიტორიაზე კი თანამედროვე სტანდარტების სკვერი გაკეთდება, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 46,000 ლარით ფინანსდება. სკვერის მოწყობა 2016 წელს დასრულდება. გურიაში პრემიერის სტუმრობას ინციდენტიც ახლდა. ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა ოზურგეთში ერთ-ერთ შენობაზე პლაკატი გამოფინეს, წარწერით მათ ყუარა ხელისუფლება. 3 აქტივისტი მოგვიანებით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს. ამ ფაქტზე სასამართლო ხვალ იმსჯერებს. კამერა რატო გაუტეხეთ? ეს არის თქვენი თავისუფლება? იქნება აგვიცნათ რის საფუძველზე აკავებთ. საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელზე გადაწყვეტილება ვერ გამოაცხადა.